საერთაშორისო შეფასებები და კრიტიკა ამ თემაზე განვაგრძობთ ახლა ჩვენ საუბარს ნინო კალანდაძე ჭავჭავაძის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამომშვიდობისა. დიდი მადლობა გარდაცვალებისთვის. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე უნდა გვესაუბრა ძირითადად და ვისაუბრებთ კიდეც, თუმცა მოისმენდით ევროპელი პოლიტიკოსების მწვავე შეფასებებს. არის თუ არა დასავლეთში უკვე ის წერტილი დამდგარი, რომლის უკან შემოbrunება ქართული ოცნებისთვის იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი, რაც არ უნდა გააკეთოს ამის შემდეგ მან. ჯერჯერობით ხედავთ, რომ მხოლოდ წინ მიდის, მაგრამ თუ კი ვინმეს აქვს განცდა, რომ უკანა ათვლა შეიძლება დაიწყოს პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ასეთი რამ შესაძლებელია? მოგესალმებით საღამომშვიდობის. ჩემი შეფასებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უცებ ყველა ევროპის დედაქალაქს ორბანიან ორბანისებრი დაიპყრობს, ამის შესაძლებლობა არ არსებობს. დღევანდელი მოცემულობით და იმ ლიდერშიპით, რომელიც დღეს ევროპის დედაქალაქებს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს მართავენ, მათი პოზიცია სრულიად ჩამოყალიბებულია ივანიშვილთან მიმართებით და ამ წერტილს ამაზე მკაფიოდ ვერავინ განსაზღვრავს, როგორც აკეთებენ თავად, როდესაც ისინი ივანიშვილს ადარებენ პუტინს და ლუკაშენკოს, იმიტომ რომ ეს არის მათი განმარტება, მათი დახასიათება, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი ივანიშვილის სახით ესაუბრებიან ჩამოყალიბებულ დიქტატორს. თავატონინო, ის რომ ორბანის ფაქტორი არსებობს და პრობლემას ქმნის კონსენსუსთან დაკავშირებით, ეს გასაგებია და უკვე დიდი ხანია გასაგებია, მაგრამ სულ მიდის საუბარი არა მხოლოდ საქართველოს შიგნით, არამედ თავად ისინი ლაპარაკობენ აი ამ ინდივიდუალურ გზაზე, როდესაც კონკრეტული სახელმწიფოები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რომ სანქციები დააკისრონ ივანიშვილს ან სხვებს. გარკვეული ტიპის შეზღუდვებს ჩვენ ვხედავთ, მაგრამ იმასაც ვხვდებით, რომ ეს არ არის საკმარისი, მოლოდინი გვაქვს უფრო მეტის. როგორ ფიქრობთ მაინც, რატომ ვერ ხდება ეს ჯერჯერობით, რომ ივანიშვილს და მის გარემოცვას და ყველას, ვინც მონაწილეობს აი ამ ძალადობაში, ამ გადაწყვეტილებებში, ძლიერი სანქციები დაედოთ? ნუ ამას ობიექტური საფუძველი აქვს და მხოლოდ ერთობის პრინციპი არ არის აქ მამოძრავებელი. ეს ერთობის პრინციპი, უბრალოდ ის პრინციპები, რომელთაც ევროკავშირი ხელმძღვანელობს, მათ შორის ჩვენსავე, ასე ვთქვათ, დაკვირვების პერიოდში ძალიან სწრაფად იცვლება. მე მახსოვს მაგალითად ვიყავი ბერლინში, როდესაც საუბრობდნენ, რომ გერმანია იქნება ის ქვეყანა, რომელიც პირველი შეეწინააღმდეგება ერთიანობის პრინციპის დარღვევას და რაღაც გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც არ ეფუძნება კონსენსუსს და სულ რამდენიმე კვირაში შეიცვალა ეს გადაწყვეტილება და სწორედ გერმანია იყო, რომელმაც ბილატერალური სანქციები აამუშავა თავისი შესაძლებლობების და კომპეტენციის ფარგლებში. ეს გადახედვას ექვემდებარება რეალობა უბრალოდ უფრო შორს მიმავალია, რომელიც ჩვენ გვინდა რომ რასაკვირველია ყველა ყურადღების თვალი იყოს ივანიშვილზე კონცენტრირებული და დღეს უბრალოდ ევროპაში რეალობა არის განსხვავებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოწვევაა საქართველოში მიმდინარე პროცესებისგან დამოუკიდებლად. პირველ რიგში ეს არის უკრაინა და ამას დამატებული ახალი გამოწვევები აღმოსავლეთ. ეს თავადაც აღნიშნეს სხვათა შორის, რომ ივანიშვილმა ამითაც ისარგებლაო და რასაკვირველია, იმიტომ რომ მათ ბევრ ფრონტზე უწევთ გადაწყვეტილებების მიღება, რაც ცალსახად ოპტიმისტურ საფუძველს გვაძლევს არის ის, რომ საქართველოს ყველაფრისგან დამოუკიდებლად მაინც დღის წესრიგში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მათ თავისი შიდა გამოწვევები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პოლიტიკა იცვლება, მათ ფოკუსის, ასე ვთქვათ, ყურადღების ცენტრში არის საქართველოს და საქართველოს არის იმდენად, რამდენადაც სწორედ რეჟიმის შეფასებაში მათ ცვლილებები არ მოუხდენიათ. ახლა ვისაუბროთ იმაზე, რასაც კონსენსუსი არ სჭირდება, სხვათა შორის ქართულმა ოცნებამ დაიწყო ნიადაგის შემზადება, რომ თუ კი უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ერთი მხრივ უნდა დაბრალდეს ყველას გარდა ქართული ოცნების, ამას აკეთებს ახლა და გუშინ პრაქტიკულად აღიარა წულუკიანმა, რომ ამაზე ევროკავშირში, ევროპაში უკვე სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს. რამდენად მოსალოდნელია ეს ივანიშვილის რეპრესიების დინამიკის გათვალისწინებით, რომ პასუხი იყოს ეს, რომელიც მძიმე იქნება ამ ქვეყნისთვის და უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ რეჟიმი დიდი ნაბიჯებით მიდის, რომ ეს რისკი რეალობად იქცეს. საბედნიეროდ ამ საკითხზე მიუხედავად იმისა, რომ მას კონსენსუსი არ ჭირდება, იმ ქვეყნებს შორისაც, ვინც უნდა გადაწყვეტილება მიიღოს ამ საკითხზე,
არ არის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, უნდა შეჩერდეს თუ არა ვიზა ლიბერალიზაცია. სწორედ იმ მიზეზით და იმ არგუმენტით, რომელსაც თქვენც და მეც ვიყენებთ, ხო? ეს იქნება ქართველი ხალხის დასჯა და არა რეჟიმის და არა იმ დიქტატორული სისტემის, არამედ პირველ რიგში დააზიანებს იმ მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ეს არის ძალიან ყოფითი სიკეთე პირდაპირი გაგებით. ამ არგუმენტებს იყენებენ მათ შორის რიგი ჩვენი მოკავშირეების. როგორ ფიქრობთ? აი ეს გადაწყვეტილება რომ მიიღონ საქართველოს შემთხვევაში, ანუ ნიშნავს, რომ შეიძლება პოლიტიკურად, არ ვიცი სწორად გამოვთქვამ თუ არა, ხელის ჩაქნევა შეიძლება არა, მაგრამ სერიოზული ჩატეხა უკვე ხიდების, არა მხოლოდ რეჟიმთან. არ ვიტყოდი, იმიტომ რომ ხიდების ჩატეხვა საქართველოსთან არ მომხდარა. ხიდების ჩატეხა ივანიშვილმა დასავლეთმა უბრალოდ ამაზე რეაგირება მოახდინა. რაც უჩიც ივანიშვილის ფაქტორი განეიტრალდება, ეს ურთიერთობები ყისიერად აღდგება. უვიზო რეჟიმის გაუქმება უკავშირდება კონკრეტულად იმ საკითხს, რომ საქართველოს ფუნდამენტურად ხდება ძალიან არ მეყვარს ეს სიტყვა, მაგრამ არ ვიცი რა ვიხმარო, მოწყვლადი ქვეყანა. დიქტატორული სისტემის ქვეშ ლოგიკურად მოიაზრება და მათ შორის იმ ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურები მოელიან, რომ აქედან ძალიან დიდი გადინება მოხდება. მათ შორის სოციალურად დაუცველი ნაკადის, რაც გაზდის მათივე ქვეყნებში კრიმინალს, ასე შემდეგ. ანუ მათ თავის საიმიგრაციო პოლიტიკიდან გამომდინარე უწევთ ყურადღების გამახვილება იმაზეც, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ საქართველოს აღარ უახლოვდება ევროპის კავშირს. საქართველოს ჰარმონიზაციის პროცესი ვეღარ გადის, იმიტომ რომ ჰარმონიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეფექტი რა იყო? ჩვენ კი არ უნდა წავსულიყავით ევროკავშირში, ევროკავშირი უნდა შემოსულიყო საქართველოში. ის ვინც ევროკავშირში იქნებოდა, ისინიც უნდა დაბრუნებულიყვნენ. მიგრანტები უნდა დაბრუნებულიყვნენ, იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და სოციალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. ეხლა ეს გაწყდა. ეს გაწყდა ამ ეტაპზე შეუქცევადად. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპის დედაქალაქები მოელიან, რომ საქართველოსთან დიდი ნაკადი ისევ გაედინება და დასავლეთს დააწובה ეს თვით. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რომ ეს შესაძლოა შეიცვალოს და მეორე თავისუფლებას მივცემ შევაფასო ის კომპონენტი ივანიშვილი ამას გამოიყენებს თუ არა საპასუხოდ. ივანიშვილი ამას შიდა მოხმარებისთვის რასაკვირველია გამოიყენებს საპასუხოდ, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ უკვე მათი ეგრეთ წოდებული რუპორები, აგერ ხაინდრავა მისაუბრა იმაზე, რომ ჩვენ ევროკავშირიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ევროკავშირი აღარ არის თვითონ კრა ევროკავშირმა ხელი, ხო ეს იქნება. ანუ ეს შესაძლოა ეს სათავისად გამოიყენონ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირში ვერ უნდა გაწევრიანდეს, მიღებული აქვს ივანიშვილს ბევრი წლის წინ, უბრალოდ ახლა ამოქმედა ძალიან კონკრეტულად, შესაძლოა იმ მოქალაქეებთან მიმართებით, რომლებსაც დღემდე არწმუნებს, რომ ევროპა ჯერ კიდევ პერსპექტივაში რჩება, გამოიყენოს ეს ამ რაღაც სატყუარად, მაგრამ რეალურად ფაქტია, რომ ახლა სულ რამდენიმე ხნის წინ თუ არ ვცდები, მედვედევმა ისაუბრა იმაზე, რომ ევროკავშირი ხდებაო ეხლა ისეთივე საფრთხე, როგორიც არის, როგორც ნატოს და უკრაინა იქ არ უნდა გაწევრიანდეს და ავტომატურად პარალელურად ისაუბრეს საქართველოში ივანიშვილის რუპორებმა იმაზე, თუ კრემლის რუპორებმა იმაზე, რომ ევროკავშირი აღარ იქნება ის ორგანიზაცია, რომელშიც საქართველოს უნდა გაწევრიანდეს. კი ბატონო, გადავიდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რამდენიმე დღის წინ, 2 დღის წინ ფორმულამ მიიღო პასუხი სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომელიც საკმაოდ მკაცრი იყო და ყურადღება გამახვილებულია ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რასაც ახლა ივანიშვილი აქ აფუჭებს და დღეს მოვისმინეთ ორპარტიული განცხადება ასევე შეერთებული შტატებიდან. ხარდაჭერა ქართული ხალხის მიმართ, კრიტიკა ივანიშვილის მიმართ. ბოლო პერიოდი, მე როცა თქვენ სტუმრად ხართ, სულ გისვამთ ამ შეკითხვას, აი ბოლო პერიოდში რაიმე დინამიკას ატყობთ, რომ იცვლება შეერთებული შტატების, ასე ვთქვათ, დღის წესრიგში საქართველოს საკითხის არსებობასთან დაკავშირებით. სად ვართ ახლა შეერთებული შტატების პოლიტიკისთვის ჩვენ? მე მგონია, რომ დინამიკა არ იცვლება და ეს არის კარგი, იმიტომ რომ მათი პოზიცია, რომელიც მათ შორის არის ორპარტიული მხარდაჭერის საკითხი, რეგიონთან მიმართებით არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ჩვენ, რომ ივანიშვილი არ იშურებს რესურსს იმისთვის, რომ თავის ხმა ჩაიტანოს ვაშინგტონში და თავისთვის პერსონალურად რაღაც კარგი პირობები გამოივაჭროს. ის ვერც კი მიდის იქამდე, რომ რაღაც კომუნიკაცია შედგეს. ფაქტია, რომ არც კომუნიკაცია შედგა და არც გადაწყვეტილებები იცვლება საქართველოსთან მიმართებით. რეგიონი რჩება ყურადღების ვაშინგტონის ყურადღების ცენტრში, ეს ერთი და საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილებები არ შეცვლილა. რა ტიპისა ეს ყურადღება ახლა?
ეს ყურადღება მინიმუმ ჩვენ აი მაგალითად სტრატეგიული პარტნიორობა გაჩერებულია საქართველოსთან მიმართებით, აი როდესაც საუბრობთ რომ ეს რეგიონი საინტერესოა შეერთებული შტატებისთვის, კი, ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ პოლიტიკას ისეთი დინამიკა აქვს, რომ ის შეიძლება შესუსტდეს, გადავიდეს მეორე პლანზე, თან ამხელა საკითხების ფონზე, ან შეიძლება გაძლიერდეს. აი ამ ყურადღებას როგორ დაახასიათებდით ახლა თქვენ რეგიონის მიმართ და მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოს? მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხშიც ცვლილება არ შეინიშნება, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს არ არის ხელწამოსაკრავი რეგიონი, აქ არ არის საუბარი მხოლოდ რაღაც ბიზნეს ინტერესებზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ რეგიონი შესაძლოა დასავლური სახელმწიფოების უსაფრთხოებისთვის საკვანძო ტერიტორია აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ამ შუადერეფანს სჭირდება ადეკვატური პატრონი, რომელიც შეძლებს დასავლეთთან შესაბამის კომუნიკაციას და ჩინეთი რჩება ძალიან გამოკვეთილ საფრთხეთ, რომელიც დეკლარირებულია ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში ამერიკის შეერთებული შტატებში. თქვენი აზრით რომ ეს ყურადღება გაძლიერდეს, ოღონდ გაძლიერდეს ხალხისთვის სასარგებლო მიმართულებით და არა ივანიშვილისთვის სასარგებლო მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ ხალხის ხელში განსაკუთრებულად დიდი ბერკეტები ამ ეტაპზე არ არის. ან არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ რაღაც საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში იმდენად დავრჩეთ, რამდენადაც აქ უბრალოდ ივანიშვილი ყოველდღიურად გვარბევს, ქოცავს, გვიჭერს, გვიმკაცრებს ცხოვრებას და სრული მასშტაბის დიქტატურას აყალიბებს. ხალხს თავისთავად იმაზე მეტი არ შეუძლია, ვიდრე აკეთებს. ის რომ შეძლების დაგვარად ყოველდღიურად გამოდის გარეთ, ის რომ შეძლების დაგვარად არც ერთ საკვანძო საკითხს არ ტოვებს, რომელზეც ვთქვათ ახალი ტალღა წამოვა ხოლმე. რასაკვირველია, ეს არის ერთადერთი, რაც ხალხს შეუძლია და ამ ნაწილში რამდენადაც შესაძლებელია ყურადღების მიპყრობა უნდა გაძლიერდეს. რამდენადაც შესაძლებელია იმ რეპრესიული კანონმდებლობის ფონზე, რომელსაც რაღაც კონვეიერით იღებს. მე დაგისვით ცოტა ხნის წინ შეკითხვა იმის შესახებ, რა იცვლება, მეთქი თქვენ მიპასუხეთ, რომ კარგია, რომ არ იცვლება. მაგრამ შეიძლება შეიცვალოს რომელიმე მიმართულებით და რაზეა დამოკიდებული ის, რომ არ შეიცვალოს ივანიშვილის სასარგებლოდ ეს დამოკიდებულებები, წყდება თუ არა საბოლოო ჯამში მაინც გლობალურ კონტექსტში ეს საკითხი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საქართველოში ხალხი როგორი იმოქმედებს, მაგრამ მეორე მხრივ, რადგან რეგიონს განვიხილავთ, ამ რეგიონს კიდევ ფართო კონტექსტი აქვს. ეს იქნება თუ არა გადამწყვეტი მაგალითად ტრამპის ადმინისტრაცია. რა თქმა უნდა, თავებს ვერ მოვიტყუებთ, საქართველოს განყენებულად იმ მასშტაბის და იმ სიახლოვის ქვეყანა არ არის, რომელიც თავისთავად ინტერესის სფეროში მოექცეოდა ვაშინგტონის პრიორიტეტული საკითხების. პროცესები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, არის გეოპოლიტიკური, ამ პროცესებს არ განსაზღვრავს ივანიშვილი. ივანიშვილი განსაზღვრავს მიკროდონეზე, მაგრამ მაკროდონეზე ივანიშვილი არ განსაზღვრავს ამ პროცესებს. ეს არის გეოპოლიტიკური პროცესი, რომელიც უკავშირდება რუსეთის ომს დასავლეთის წინააღმდეგ. რუსეთის ომს ევროპის წინააღმდეგ, ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ, ვაშინგტონის წინააღმდეგ, დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ, დასავლური ტიპის დემოკრატიის წინააღმდეგ. იმიტომ რომ საქართველოს როგორც დემოკრატიული, ან თუნდაც ნახევრად დემოკრატიული ქვეყანა ამ რეგიონში ინტერესის მქონე დიდი მოთამაშეებისთვის არის პრობლემა. მხოლოდ დასავლეთს აქვს ინტერესი, რომ საქართველოს იყოს დემოკრატიული, დანარჩენებს ეს არ აწყობთ. ამიტომ რასაკვირველია, გეოპოლიტიკურ კონტექსტში არის არსებითად დამოკიდებული, როგორი ბედს გაიზიარებს საბოლოო ჯამში საქართველოს. კი ბატონო, ესე იგი გამოდის ჩვენი საუბრის მოკლე რეზიუმეც რო გავაკეთოთ, კარგია რომ შეერთებულ შტატებში ცვლილებები არ არის ამ კუთხით, ეს რაღაცნაირად სტაბილურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს და უკეთესი იქნება თუ ევროპა უფრო მეტად გააძლიერებს წნევს. ცალსახად, იმიტომ რომ ევროპას დღეს განსაკუთრებული როლი ენიჭება უკრაინაში ომის მოგვარების საკითხში, მისი სამხედრო პოტენციალის გაძლიერების თვალსაზრისით და მისი ინტერესების გამოკვეთაში რეგიონში, ამერიკისგან დამოუკიდებლად. ამიტომ ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ ეს პოზიციები შეინარჩუნოს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.